ცხადია ზუსტად ჩვენი საუბრის მთავარი თემა უკავშირდება კაპიტოლიუმის ბორცვზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის უკვე კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოსთან მიმართებაში ძალიან კონკრეტული მოთხოვნების ჩაწერას, უпроსორედ ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი შტოთსთვის გარკვეული მოთხოვნების დავალებების მიცემა საქართველოსთან მიმართებაში. მოდით ჯერ უფრო დიდ სურათზე ვისაუბროთ, სანამ კონკრეტიკაზე გადავალ და ვთქვათ, როგორი ტენდენცია შეიმჩნევა ამერიკულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში საქართველოსთან მიმართებაში, როგორია ეს ბოლო ტენდენციები? კი ბატონო, ეხლა საქართველოსთან მოგესალმებით ამჯერად, დროებით რამოდენიმე ხნით აქ ვარ. რაც შეეხება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ განწყობებს, განწყობები დღესდღეობით არსებული მდგომარეობით, როგორც ბიზნეს მიმართულებით, ანუ ვთქვათ ბიზნეს სექტორში, ასევე რა თქმა უნდა ზოგადად პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში არის ვთქვათ მომოდინების რეჟიმი, რა თქმა უნდა ნდობა, რომელიც არსებობდა, იმ ნდობის აღდგენა საკმაოდ რთული არის და ზუსტად ეს ამ პროცესებს ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალს, ის დელეგაცია, რომელიც საქართველოში იყო გამოგზავნილი და კონკრეტულად ის განცხადებები, რომელიც მათ შორის რუბიომ და განსაკუთრებით რუბიოს მოადგილემ კრისტოფერმა გააკეთა იმ კონკრეტულ ვთქვათ დღეზე, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას, ვთქვათ მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ეძლევა შანსი და ასევე რა თქმა უნდა ბოლოს გაკეთებული უკვე წერილობით სახით წვრილად გაკეთებული განმარტებული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან მიანიშნებს იმაზე, რომ ნდობა რა თქმა უნდა ჯერჯერობით არ არსებობს, პროცესი იმისა, რომ ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით ეს პროცესი მიდის, მოლოდინები თავისთავად და ამ ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა მთელი რიგი წინაპირობები არის, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს, რომელზეც უკვე საუბარი რა თქმა უნდა შედგა და შესაბამისად ვთქვათ მიმდინარეობს კიდეც. მაგრამ ჯერჯერობით რა თქმა უნდა ზუსტად მოდით ერთ კონკრეტულ შეკითხვას დაგისვათ. აი ის რომ ნდობის აღდგენას ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ჭირდება, მას ჩვენ ყველანი ხვდებით, არ ჭირდება ამას დიდი პოლიტიკური ანალიტიკოსობა და ზოგადად არათუ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებშიც ადამიანთა შორის როდესაც პრობლემური ეტაპები არის ხოლმე, რეაბილიტაციას, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობების ჭირდება მნიშვნელოვანი ერთმანეთისაკენ ნაბიჯების გადადგმა. შტატებმა ეს ნაბიჯები გადადგა, მათ შორის ის, რომ სპეციალური ჯგუფი მოავლინა საქართველოში, ამით მიუთითა სერიოზულობაზე, მის განზრახვაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, უკვე ჩვენთვის კი ძალიან დიდი დრო ეს არ არის, მაგრამ უახლესი ისტორიისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი ურთიერთობების პატივსაცემად, ასე ვთქვათ, ხო ამერიკელებმა. მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის რუბიოს კონგრესში გაკეთებული განცხადების შემდეგ საქართველოს პირველი პირების, ოლაპარაკე, ასე ვთქვათ, სახეების განცხადებები, რომ ამერიკისთვის ჩვენ არც არაფერი გვითხოვია და არც არაფერი კონკრეტული გვაქვს ისეთი, რაზეც პასუხები გვაქვს გასაცემიო. ამ დროს თქვენ ახსენეთ მათ შორის საელჩოს მიერ გაკეთებული ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი არის იმ განცხადებაში, რა მოლოდინები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუბიოსთან მიმართებაშიც საკმაოდ არ ვიცი ვინ რას დაარქმევს, მაგრამ უტიფარია თავისი შინაარსი და ფორმით ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, ამას მოყვა გამოხმაურება ამერიკელი კონგრესმენის მხრიდან, რომელიც ასეთი ტიპის ფრაზას რუბიო თურმე მოიტყუა, ამ შემთხვევაში ის აღმაშფოთებელს უწოდებს. მოკლედ, ვითარება გვაქვს ასეთი, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რაღაცა ტიპის თავის რეალობაში ცხოვრებას და რეალობა მთლიანობაში არის განსხვავებული, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატების მხრიდან კონკრეტული მოთხოვნები არსებობს, შეგვიძლია დავარქოთ ამას საგზაო რუკის მსგავსიც კი, ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილის მთავრობა მისთვის, რომ ნდობის აღდგენისკენ დინამიკა იყოს შემჩნეული. აი, თქვენ როგორც ძირითადად მაინც შეერთებულ შტატებში მყოფი ადამიანი, რომელსაც არამარტო პოლიტიკურ ბიზნეს წრეებთანაც გააქვთ ეს შეხებები, როგორ უყურებენ საქართველოს მთავრობას, ბიძინა ივანიშვილს? აი, რა ტიპის მოვლენად მიაჩნიათ მმართველობის ის მოდელი, რომელიც ეხლა დღეს არის საქართველოში?
რა თქმა უნდა ის მოდელი რომელიც საქართველოში არის ზუსტად რომ მიუღებელი არის და აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო მათთვის საქართველოს ამ მდგომარეობაში ამ კონკრეტულ ვთქვათ კონტექსტში განხილვა ვთქვათ იგივე თუნდაც 4-5 წლის წინ როდესაც საქართველოს იყო ჰაბი თავისი მიზიდულობის ასე ვთქვათ თელი რიგი მიზიდულობების გამო მათ შორის პირველი იყო თავისუფლება მე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს გახსნილობა და შესაბამისად ბიზნესის დაცულობა და ნდობის ხარისხი ინსტიტუტების მიმართ რომელიც საფუძველს ეძააძლევდა თუმცა ეს მიუთითა საალჩომაც ასევე რა თქმა უნდა პირდაპირ განცხადებაში და ამაზეც არის უკვე ფორმალურად შეხვედრებზე საუბარი რომ ზუსტად ის კონკრეტული ვთქვათ ნიშნული რა ნიშნულიც იყო 2 წლის წინ სულ მცირე ის უნდა იყოს მიღწეული ის ინსტიტუტების დაცულობის მინიმალური გარანტია რომელიც არსებობდა სასამართლოს მხრიდან იქნებოდა ეს თუ ზოგადად ვთქვათ თავისუფლების იმ კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარე რაც არსებობდა მაშინ დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ბიზნეს სექტორის კუთხით ეს პირდაპირ FTA-ზეც აისახება და აისახა კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ის ვთქვათ ნაბიჯები რომელიც ახლა იქნება რომ ვთქვათ მოხდეს დაახლოება და ვთქვათ რაიმე ბიზნეს ინვესტირებაზე იყოს საუბარი ნუ ჯერჯერობით რა თქმა უნდა ეს ამ ნიშნულზე საერთოდ არ ვართ რა თქმა უნდა ყველაც აი მაგალითად ერევანში თუ სომხეთის ტერიტორიაზე როგორც მინიმუმ დღეს NVIDIA-ს პირველი საწარმო გაიხსნა დღეს სხვათა შორის ჩვენ მოვისმინეთ ლავროვის კომენტარები რომელიც საქართველოს მთავრობას აი პრაგმატულ მთავრობა და ხელისუფლება და აფასებს რომელიც თურმე კარგად ხვდება რომ ევროკავშირთან დაახლოება გამოიწვევს ბევრ პრობლემას საქართველოსთვის და მათ შორის საქართველოს ცნობილია რომ აგროსამრეწველო პროდუქციითო სადნახა ჩვენი ესეთი დიდი რაოდენობით აგროსამრეწველო პროდუქციის ექსპორტი მაგრამ აი ძველი კლიშეებით ასე ვთქვათ უყურებენ ჯერ კიდევ საქართველოს და ამის გამო ისინი ანგარიშს გაუწევენ რამდენ დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ბაზარს და მასთან ურთიერთობასო და აი სომხეთთან მიმართებაში სომხები ანგარიშსაც უწევენ ამას ყველაფერს და დასავლეთი ძალიან აქტიურად მოქმედებს ამ მიმართულებით რომ ისეთი ტიპის ტექნოლოგიებზე ადგილობრივი ეკონომიკის გადაწყობა ხდება უკვე სტრატეგიულ დონეზე, რომელიც ამ თვალსაზრისით სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების ხარისხს დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირებს. აი საქართველოს ამ ხრივ ძალიან შორს იყო პირიქით წასული კარგი გაგებით და ჩვენ პოლიტიკურ იზოლაციასთან ერთად მივიღეთ სრული ჩამორჩენა ეკონომიკური ინტეგრაციისა და დასავლურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის წარმომადგენლობასთან მიმართებაში. რა შეგიძლიათ გითხრათ თქვენი კუთხიდან, ეს იქნება ჩემი ბოლო შეკითხვა, პოლიტიკური პროცესი ასეთი ნეგატიური, რა გავლენას ახდენს საქართველოში ბიზნეს კლიმატზე, აქ არსებულ სოციალურ ფონზე და იმ მდგომარეობაზე, როცა საქართველოს სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე, ენერგეტიკულად, ეკონომიკურად და სამწუხაროდ უკვე სოციალურადაც. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა ზოგადად აი ამ ყველაფრის ვთქვათ ყურება, როდესაც ამ ვთქვათ უმაღლესი პირები ჩადიან მეზობელ ქვეყნებში, როცა საქართველოს განიხილებოდა როგორც პოლიტიკური, ასევე ბიზნეს და ლოჯისტიკური მიზიდულობის ჰაბად, დაწყებული ვიცე-პრეზიდენტი ვენსიდან დამთავრებული რუბიოთი, რომლებიც ეწვია ვენსი დაწყებული აზერბაიჯანის სომხეთს, ასევე რა თქმა უნდა ვიზიტი ჰქონდა რუბიოს სომხეთში. საქართველოს ამ ხრივ რა თქმა უნდა არის გამოტოვებული. თავისთავად ის რაც თქვენ ახსენეთ, ვთქვათ, რუსეთის ბაზართან დაახლოება და მთლიანად ვთქვათ, მიტოვება როგორც ამერიკული და შესაბამისად ვთქვათ, ცივილიზებული ევროპული კონტაქტების, ეს რა თქმა უნდა საკმაოდ მძიმედ დააწვევა ზოგადად გრძელვადიანად ბიზნესს, იმიტომ რომ გადაწყობა ესეთი ადვილი აღარ იქნება. ის შემოbrunების წერტილი თუ მოხდა და ეს ვთქვათ ის კონკრეტული წინაპირობები რაც სამწუხაროდ რიტორიკიდან გამომდინარე რაც თქვენ ახსენეთ უკვე მთავრობის მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს მიღწეული იქნა რაღაც ეტაპზე ზუსტად იმ ეტაპიდან დაწყებული საკმაოდ დიდი და რთული იქნება დაბრუნება ზუსტად 2-3 წლის წინანდელ ასე ვთქვათ ნიშნულზე ბიზნეს და ეკონომიკური განვითარების კუთხით და ინვესტიციების თვალსაზრისით რა თქმა უნდა